მე მიყვარს თქვენი ეს ციტატა. ის ძალიან მარტივად უხსნის ხალხს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებაში მონაწილეობა და ჩართულობა. თქვენს წარსულზე საუბრისას, თქვენი გზა რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის მარტივი არ ყოფილა. ყველას გვაქვს აღმასვლა და დაღმასვლა. რა გეხმარებათ ამ ქარიშხლების გადალახვაში? როგორ ახერხებთ შინაგანი დიალოგის დამყარებას, რათა დანაკარგები გაკვეთილებად აქციოთ? რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად? როგორც წესი, ჩვენ უკეთესად სწავლობ დანაკარგებიდან და სირთულეებიდან. მათ უფრო მწვავედ განვიცდით. კარგ დროს ხშირად თავისთავად აუცილებელ პირობად აღვიქვამ. თუმცა რთული მომენტები მათი სიმწარის გამო დიდი ხნის შემდეგაც გვახსოვს და სწორედ ამის მეშვეობით მოდის გაცნობიერება. ცხოვრებაში, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ესეც გაივლის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველა რთული სიტუაციიდან, რათა იგივე გაკვეთილი სწავლა აღარ მოგვიწიოს. ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ ისინი ყველასთვის მუშაობს. ასეა მოწყობილი ცხოვრება, მას აქვს თავისი აღმასვლა და დაღმასვლა და თქვენ ყოველთვის მზად უნდა იყოთ ამ კონტრასტისთვის. ეს არის ის, რაც გაძლევთ პერსპექტივას, რაც ცხოვრებას ასე საინტერესოს ხდის. ასე რომ თუ ახლა რთულ პერიოდს გადიხართ, ნუ მისცემთ მას უფლებას რომ გაგტეხოთ. უბრალოდ განაგრძეთ წინსვლა. ესეც გაივლის. დიახ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს გაკვეთილია. დიდი მადლობა. და მთავარია, ეს გაკვეთილები ისწავლოთ. დიახ, რადგან თუ მათ არ ისწავლით, ისინი კვლავ და კვლავ გამეორდებიან, არა? ისინი კვლავ და კვლავ გამეორდებიან.